მოგესალმებით, მეგობრებო. ასტროლოგიაში ტრანზიტებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ წამყვანიერი ფაქტიურად, რომ ვნახოთ რა პერიოდში ვართ, რა გველის მომავალში ტენდენციები არა ის, რომ ესე პირდაპირ მოქმედება მოხდება. შეიძლება ძალიან ფარულად მიდიოთ ცვლილებები და ასტროლოგია გვეხმარება თვითრეფლექსიისთვის, აი მაგალითად რაღაც ტრანზიტული პერიოდი რო გადის, შეიძლება რაღაც გვაწუხებს, ვერ ხვდებით რა გვაწუხებს, ან პირიქით სადღაც რაღაცების გაცნობიერებას ვიწყებთ, მაგრამ ბოლომდე ვერ ხვდებით რას. და თუ ჩვენ გვეცოდინება ტრანზიტული პერიოდები, კიდევ უფრო უღრმავდებით ხოლმე და კიდევ უფრო ხვდებით, რას ეხება ეს ცვლილებები. ანუ ფაქტიურად დროსა და სივრცესთან კონტაქტი გვაქვს და ჩვენ ჩართულები ვართ ამ დროსა და სივრცეში. იმიტომ რომ ასტროლოგია აჩვენებს, რომ აი რა ზევით არის, ის ქვევით არის, ხო? რაღაც ხდება ზევით, ენერგიები მოდის და ჩვენში რაღაც ცვლილებებს იწვევს. ანუ ის რომ კი დაბადების რუკა არის მთლიანად ის კომბინაცია, ახლა მაგალითად როცა ტრანზიტებშიც გვინდა გავარკვეთ, უყურებთ ხოლმე ახლა როცა იუპიტერის ტრანზიტზე არის საუბარი, უყურებთ ნათალურ რუკაში, როგორ გვაქვს იუპიტერი იმის მიხედვით იმუშავებს. ნათალურ რუკაში რა ასპექტები გვაქვს იმის მიხედვით იმუშავებს ტრანზიტები, ანუ ჩვენს პირად რუკაზე არის მთლიანად დამოკიდებული, როგორ გათამაშდება მოვლენები. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზოგადი ტენდენციებიც არის ყველას რო გვეხება, მაგრამ პირად რუკაში რა ხდება, როგორ ასპექტებში გადის ის ტრანზიტული ასპექტები ჩვენ ნათალურ ასპექტებთან, აი ამას აქვს წამყვანი და გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს ძალიან მოკლედ რო გითხრათ, ახლა ვინც ერკვევით ასტროლოგიაში უფრო ისიც მისმენთ ხოლმე. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის ახლა ცაზე, რომელიც ყოველს შეიძლება, ზოგადად ყველას ეხება, მაგრამ კონკრეტულად უკვე გამოკვეთილად ეხება კარდინალური ჯვრის წარმომადგენლებს. აი ხა ახსნე ეს რას ნიშნავს. მე გავაკეთე ადრე ვიდეო სატურნი ნეპტუნის ვირთხში გადასვლაზე, შეერთებაზე და ზოგადად თქვი, რომ კარდინალურ ჯვარზე ეს განსაკუთრებით ზემოქმედებას მოახდენს და ახსენი ორივე ასპექტი, მაგრამ მინდა დღეს ნეპტუნზე უფრო გავამახვილო ყურადღება. ნეპტუნს რა შეიძლება გავლენა კონდეს, რომელიც არის ძალიან ფარული. ანუ ეს არ არის ესე გაცნობიერებულად და შევახები რამოდენიმე ასპექტს და თქვენ პირად რუკაში თუ ეს ასპექტები არის, ან უახლოეს პერიოდში უკვე დაგიჯდებათ ეს ასპექტი, მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოთ, ხო? და კარდინალურ ჯვარზე რატო გავაკეთე ახლა განსაკუთრებით ასპექტი. კარდინალური ჯვარი ასტროლოგიაში ახლა როცა ვერცხში არის გადასული მაგალითად ნეპტუნი და ახლა 3-4 გრადუსებში დადის, ისე, მე რეტროგრადულობის ფაზაში ბრუნდება, ანუ აი ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კირჩხიბის, თხის რქის და სასწორის ზოდიაქოებში რამე პლანეტა თუ არის. ფაქტიურად ყველას შეეხება ნეპტუნის ნეგატიური კვადრატურა და ოპოზიცია. რატო აკეთებ უფრო ახლა ამაზე აქცენტს, ხო, ნეგატიურ ასპექტებზე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან და აქვთ სრული დაბნეულობა და სრული დეზორიენტირება და ვერ ხვდებიან რა ხდება. ან დროს ცხოვრებაში არაფერი არ არის მნიშვნელოვანი, არაფერი არ ხდება ისეთ თითქოს, მაგრამ ზოგს მაგალითად იუპიტერთან აქვს ოპოზიცია და თითქოს ღირებულებებში ან რწმენებში რყევა შეენიშნებათ ხოლმე, ხო? აი შეიძლება იყოს იუპიტერი კირჩხიბის პირველი გრადუსების ადამიანი, ან თხისქა იუპიტერის პირველი გრადუსების ადამიანი და ან სასწორის და შემოდის ახლა ნეპტუნი ხანგრძლივ კვადრატურას აკეთებს. ნეპტუნი ხო ძალიანელი პლანეტა არის და დიდხანს მოქმედებს, 2 წელი შეიძლება იტრიალოს აქეთ-იქით ჩვენს პირად პლანეტებთან. ეს არის ძალიან ხანგრძლივი და ძალიან ფარული, ანუ ფაქტიურად ესე მაინც არ ჩანს ხოლმე რა შეიძლება აი ესე უშუალოდ სიუჟეტის შექმნას, თუმცა ზოგთან განსაკუთრებით თუ ნეპტუნის ენერგია ძლიერი არის, მათთან შეიძლება განსაკუთრებით იმუშაოს, მაგრამ რას მინდა დააკვირდეთ, ვისაც აქვს მაგალითად გააჩნიათ რა პლანეტები არის, ხო, ამ გრადუსებზე, ყველა პლანეტას თავისი სფერო აქვს, თავისი მნიშვნელობა აქვს. ახლა მე მაგალითად ჩემს პირად რუკაში შევხედავ იუპიტერთან თუ მიკეთებს ასპექტს, იუპიტერი რომელ სახლს მართავს და რომელ სახლში არის ნათალურ რუკაში. ეს არის უკვე ღრმად ჩაშლა, ანუ სახლების სისტემა, ეს უკვე აჩვენებს პირდაპირ, ახლა ვისაც მაგალითად გინდათ ასტროლოგიის საბაზისო დონეზე მაინც სწავლა,
და ფსიქოლოგიური თერაპიული კურსითაც ჩართვა ამ ასპექტებში. ახლა 2 აგვისტოს მაქვს კურსი ორთვიანი, სადაც როგორც თეორიას, ისე პრაქტიკას გავდივართ ხოლმე თერაპიულად, ჯგუფური თერაპიული პრაქტიკებით, თეორიას საბაზისო იქნება თუ საერთოდ მთლიანობაშიც ვასწავლი პლანეტარულ ენერგიებს უკვე პრაქტიკულ ასტროლოგიაში და არა მითოსურად, მაგრამ ვისაც გააქვთ სურვილი, შეგიძლიათ შემომიერთდეთ და ამ ყველაფერში უკვე კარგად გაერკვევით და თქვენთან შეგეძლებათ უკვე ახლობლების რუკების ნახვა, თქვენი რუკის ნახვა და აი ამ ელემენტარულს ახლა რასაც გულისხმობ, უკვე ყველაფერში ორ თვეში ფაქტიურად მთელი ბაზა გეცოდინებათ და არა მარტო ბაზა. მაგრამ ვინცაც არ აქვს ამის სურვილი და ერკვევით თქვენთანაც, მათ გამოგადგებათ. ნეპტუნი არის ჩვენთან საზღვრების მოშლა, ქაოსი. ეს არის აბურდულ-დაბურდული ისტორიები. ეს არის კარგი კუთხით, შემოქმედებითი ენერგია, ინტუიცია, ფსიქოთერაპიები, ტაროლოგია, მაგალითად, ეს მეტაფორული ბარათების გამოყენება თერაპიულად, ტაროს გამოყენება თერაპიულად, ეს ყველაფერი არის ნეპტუნური ენერგია. ეს კარგ კონსტრუქციულ ნეპტუნზე მაქვს აქ რა თქმა უნდა საუბარი. და როდესაც ნეგატიურ კვადრატებში შემოდის, ახლა აქ არ ნიშნავს ნეგატიური კვადრატი, მაინც რომ რაღაცა ცუდი მოხდება, მაგრამ მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ, სად შეიძლება იყოს ბურუსი და დაბნეულობა. აი მაგალითად, როცა იუპიტერთან აქვს საქმე, აი ამ ჯვარში, სადღაც მაინც რომელიღაც ან თხისქაში, ან კირჩხიბში, ან ვერტში და ან სასწორში თუ ყავთ იუპიტერის ენერგია, ან იუპიტერი ყავთ ამ ნიშნებში და საწყის გრადუსებზე, იმიტომ რომ ბოლო გრადუსებზე თუ არა, ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ შეგეხებათ უკვე უშუალოდ ასპექტირებაში, თორე ზოგადად ენერგია კი გასაგებია რომ მანდ არის. მაგრამ მნიშვნელოვანი არის აქ შეერთება თუ არის ოპოზიცია კვადრატურა სუსტი. და თან რეტროგრადულობის ფაზაში ნეპტუნი სამჯერ გაუვლის სამ პლანეტებს ასპექტაციაში. ეს უკვე სერიოზულად ესეთი ენერგია არის, ხო, ეს უკვე ჩაჭერა არის ფაქტიურად. იუპიტერზე რატო ამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ იუპიტერი არის რწმენა, აი რისის ბჯეროდა დიდხანს შეიძლება ნეპტუნმა ეს გადარეცხოს პირდაპირ მნიშვნელობით, რწმენები შეარყიოს, ეს არის რისის ბჯეროდა, ოღონდ მე აქ ხოლმე როგორი ტენდენცია იცით, თან იუპიტერი ხა ქალების რუკაზე ეს მათი მამაკაცური ენერგიაც არის, იღბალიც არის, ფინანსებიც არის და შეიძლება გქონდეთ ცოტა რაღაცა ხანგრძლივი ფარული კრიზისი, ოღონდ ესე არ ჩანდეს, ხო? ფარული კრიზისი, რომ მართლა მჯერა ამისი თუ არა, ან რისიც ბჯეროდა, ის იყო მყარი, იქნება და რაღაც ჯერ არის ხოლმე უფრო კრიზისი, ხო? ნეპტუნმა ეს შემოტანა იცის კრიზისის, რომ აღარა ვარ დარწმუნებული იუპიტერის პრინციპებში, იუპიტერი ჩვენთან რწმენები არის, ღირებულებები არის და ცხოვრების რაღაცა ოპტიმიზმი არის სადღაც და ნეპტუნმა იცის აქ ბურუსის შემოტანა. ზოგთან შეიძლება უბრალოდ ფსიქოლოგიურ დონეზე იყოს ეს, რომ მე სადღაც რაღაცაში იმედი გამიცრუდა, რაღაცაში დავინახე, რომ ცხოვრება ესეთი არ ყოფილა, იმიტომ რომ იუპიტერი ეს არის ცხოვრება როგორი არის, ხო და ცხოვრება ესეთი არ ყოფილა, თუმცა სხვანაირი ყოფილა. ხო, ჯერ არის ბოლომდე სტრუქტურა ჩამოყალიბებული, თუ რა არის ეს ცხოვრება, ხო? აი ნეპტუნი როცა ასრულებს უკვე გამოდის იუპიტერისგან, აი მე ახალი სისტემა აშენდება. ანუ ნეპტუნი გარეცხავს ყველაფერს, რაც დრომოჭმული იყო, თან ვერძის კარდინალური ჯვარი არის და ეს რაღაც ცვლილების შეტანა არის. გადაფასების პერიოდი არის, ვისაც იუპიტერი ყავს ამ ნიშნებში. იქნება ეს ვერძი იუპიტერის საწყის გრადუსებში მაგალითად და ნეპტუნი მიდის, ეს იქნება გადაფასება სადღაც ღირებულებებში, სადღაც ილუზიების მსხრევა, სადღაც მეგონა ესე და საერთოდ სხვანაირად აღმოჩნდა, ხო? განსაკუთრებით პირველად რომ მიდის ნეპტუნი, ჯერ ილუზიები იცის, ჯერ რაღაცას ღაპრული სამყარო იცის, ან ძალიან ესეთ იშვიათ შემთხვევაში ეს არის ფინანსური ავანტურა, ან ხელმოწერებში პრობლემები, ან რაღაც ცრუ დაპირებები, ცრუ იმედები და მანდა ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, იმიტომ რომ მე შეიძლება აღმოჩნდეს ეს დიდი ტყუილი. ხა ვისაც ნეპტუნი დაზიანებული აქვს რუკაში, შეიძლება უფრო ამ ტენდენციისკენ კონდეს უფრო გავლენა, ხო? ამ ტენდენციას კონდეს გავლენა. მაგრამ თუ არის ჰარმონიულად, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ფსიქოლოგიური დონეზე, რომ სადღაც მე რყევა მაქვს ჩემი რწმენების და სადღაც ნეპტუნმა შემოქმედებითი ენერგიაც იცის, ახლა ვინც შემოქმედებით სფეროში არის, შეიძლება პირიქით გახსნას ინტუიციას, გახსნას
ახალი წყაროებით, ხო, ფინანსური კუთხითაც, ოღონდ ეს იქნება რაღაცის კრიზისის ხარჯზე. ანუ სადღაც მივხვდი რომ რაღაც აღარ მოშაობს, ეხა ახალი არის საჭირო, ხო, ზოგ შეიძლება ეს ტენდენცია გქონდეს. როცა არის მზესთან მაგალითად ნეპტუნის კვადრატი, ვისაც საწყის გრადუსებზე აქვს, ხო? ზოგს ახლა კაცებს განსაკუთრებით შევატყვე, რომ მოდიან ხოლმე ჩემთან, რომ აი საწყი 1 გრადუსზე თხისრგის მზე ან 1 გრადუსებზე კირჩხიბი, ვერძი სასწორის ღერძზე. შეიძლება გქონდეთ ილუზიები, რომ რაღაც თან ცნობიერება, ახლა ეს არის გონები, კაცები ამიტომ ვახსენე, რომ მზე ჩვენთან მგონიერების არქეტიპი არის. აი რამდენად მე ლოგიკურად შემიძლია რაღაც მიზნები დავსახო, აი რაღაც ცნობიერად, რომ მე ეს მინდა მართლა, ეს არ არის ინტელექტი მერკური, ხო, ეს სხვა გონება არის, მე რაღაცა მართლა მინდა და აქ შეიძლება ილუზიები შემოვიდეს, შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ აი მე ხლა კარგად ავარ, მე ხლა ყველაფერი დავალაგე, მაგრამ მე დინებებმა სხვანაირად აჩვენოს ეს ყველაფერი, ხო? შეიძლება პირიქით გქონდეთ ქაოსი შინაგანი, გაურკვევლობა, რომ ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო, მაგრამ ეჭვი მეპარებ. არის ეს ის, რაც მინდა? ანუ ნეპტუნის სისუსტე შემოდის, ცოტა ფანტაზიები შემოდის. ზოგ შეიძლება გქონდეს, რომ ერეოდეს გაასახოს რეალობად თავის ფანტაზიები მაგალითად, ხო? ან მოტყუებული დარჩეს რაღაც სიტუაციაში, ან დიდი ოცნების ოცნებაში ჩაკეტვა, ეს იზოლაცია, ოცნებაში ჩაკეტვის ტენდენციები ზოგ შეიძლება გქონდეს. აი ვერძის 1 გრადუსებზე, ვისაც აქვს განსაკუთრებით მზე, აი ნეპტუნი ცოტა სისუსტესაც შემოიტანს, შეიძლება ჯანმრთელობის კუთხით ზოგთან იყოს სისუსტე მაგალითად, ეგ სასწორსაც ეხება, მთელ აი ამ ჯვარს ეხება, ყველაზე მოქმედებს ეს. სისუსტე შეიძლება ფიზიკურ დონეზე, მიზნებში, არასიმყარე მაგალითად შეიძლება გქონდეთ. როგორი არასიმყარე იცით მიზნებში, რომ აი მე მინდა რომ ამბობთ ხოლმე, ნამდვილად მინდა ეს და ან მოვიტყუო თავი, რომ კი ეს ის არის და ბედნიერი ვარ და კარგად ვარ და მე აღმოჩნდეს გადასვლა, გადმოსვლა ეს გავა მე ნეპტუნი ამ ზუსტი ასპექტიდან და აღმოჩნდება რომ ცოტა ილუზიებში იყო ადამიანი. ზოგთან არის უბრალოდ დაბნეულობა, რომ მომავალს ვერ ხედავ, არ ვიცი საით მივდივარ, ხო, არ ვიცი მე რაღაცები მინდა, რაღაცები ხელს მიშლის და არ ვიცი როგორ მივაღწიო ამ ყველაფერს, ხო? აი ეს ტენდენციები შემოდის მაშინ, რომ სატურნიც იყო 1 გრადუსებზე. სატურნი კიდე ცოტა სიცხადეს იძლეოდა, სტრუქტურას იძლეოდა და როცა მარტო დარჩა ამ ეს პლანეტები ზოგადად ნეპტუნის ხელში, აქ სტრუქტურა რო აღარ არის ეს ზუსტ ასპექტაციაში, ხო? დავჩეთ სერიალი ნეპტუნის ხელში. ჩამოშლა რაღაც ოცნებების, განმარტოების, განსაკუთრებული სურვილი შეიძლება გქონდეთ ნებისმიერი პლანეტა როცა დგება მერკურის ნეპტუნთან ასპექტაციაში, ესე განმარტოების, იზოლაციის სურვილი შეიძლება იყოს ხალხში, მაგრამ თან არ იყო, ენერგია არ გქონდეს, სიმშვიდე გინდოდეს, სიჩუმე გინდოდეს, მარტო სეირნობა გინდოდეს ადამიანს და რომ მოდიან ხოლმე ხა პირად რუკაზე, ტრანზიტებს რო ხედავ და მეუბნებიან, რომ აი ქაოსური პერიოდი დამეწყო, საკმაოდ არ ვიცი რა მინდა და მანდ უკვე კონკრეტულ кейსზე მსჯელობთ. ისე იმიტომ რომ ნეპტუნი გასდით ამ კარდინალურ ჯვარში და განსაკუთრებით თუ ძირითადი პლანეტები კარდინალურ ჯვარში ყავს ადამიანს, ხა ეს კარდინალურ ჯვრის წარმომადგენელი ესე რომ ამბობთ ხოლმე, განსაკუთრებით მათ უკვე ეს პირდაპირ ეხევათ, ხა ქაოსის პერიოდი უდგათ. და კარგი არის ამ განმარტოებაში, თევს რო დავიჭერთ ამ ღროულ წყალში, აი ეგეთ რაღაცებიც მოაქვს, ანუ ზოგჯერ დაბძაბულ ასპექტებზე ჩვენ შეიძლება მეტი შედეგი დავდოთ, ვიდრე ჰარმონიულ ასპექტზე ხოლმე. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა ცუდად წავა ყველაფერი. პირიქით, შეიძლება რაღაც აიმღრეს და ამასობაში გამოიკვეთოს სინამდვილეში რაღაცები, რაც არ იყო მყარი, იმის გადახედვა მომიწევს. იქ ფსიქოთერაპიაში შევალ, იქ ზოგ კარტი მაგალითად ახლა ბევრს ვთქვამ ჩემთვის რომ აი ძალიან გააქტიურდნენ ფსიქოთერაპიულად უყურებენ მუშაობენ კარტზე ხო მაგალითად ასოციაციებით მუშაობენ კარტზე და ზუსტად იდეალური პერიოდია ჩახმავებისთვის და აი ეს ინტუიციური ხმა უფრო ძლიერი არის ამ შემთხვევაში ვიდრე ლოგიკა ხოლმე ხო განსაკუთრებით როცა მზე და მერკური არის აქ ასპექტში იმიტომ რომ ორივე ლოგიკას და
ცნობიერებას მართავს და ეს უკვე ამას რიცხავს ნეპტუნი, ხო? ხა ვისაც მაგალითად ხა მზე ხო გეუბნებით, აი ცოტა სისუსტე შეიძლება კონდეს ჯანმრთელობის ცოტა როგორი პრობლემა, იცით, არა უშუალოდ რაღაცა ხდება, არამედ უფრო აი სისუსტის შეგრძნება. სადღაც განმარტოებაში უფრო რა იღდგენენ ენერგიას ვიდრე აქტიურ ხალხში, ხო? შეიძლება საზღვარგარეთ მოუნდეთ წასვლა, ან ბევრი იმოგზაურონ იმ პერიოდში ზოგთან, იმიტომ რომ ნეპტუნი ასევე უცხო სამყაროებს, უცხო ქვეყნებს მართავს. მერკური ეს არის გონების მმართველი პლანეტა და თუ არის ამ კარდინალურ ჯვარში, ნეპტუნი აქ გონებაში შემოიტანს ცოტა ბურუს, ცოტა სიჩუმეს, ესე რომ ვთქვათ, აი ტვინი, გონება, ფიქრები, სადღაც აი ეს ოცნებებში რომ მიდის, საკუთარ სამყაროში რომ მიდის. ხა ძალიან პრაქტიკული კუთხით რო შევხედოთ, ეს შეიძლება ესევე შეთანხმებებში ცოტა პრობლემა, ოცნებებში აყოლა ძალიან, ფანტაზიებში ზოგსთან ახლა მეც შემჩნევია, რომ ახალი შანსები, აი საერთოდ არსაიდან უცებ ძალიან კარგი შანსების გამოჩენიათ იქ ვაჭრობასთან დაკავშირებით, ახლა გააჩნია მერკური, რომელ სახლს მართავს, ვისაც ფინანსების და მეორე სახლის ზონას მართავს, აქ შეიძლება შემოვიდეს საერთოდ სხვა წყაროებისგან ფული, მაგალითად შეიძლება უძრავ ქონებაში რაღაც ისეთი შანსები იყოს, რაც საერთოდ დაფარული იყო და საერთოდ არ ჩანდა და უცებ ამოტივტივდეს, ხო? ანუ მოდიან ესე აი ამ кейსებით რომ ვამბობ, რომ აი ამ მეორე სახს ეხება და შენთან რა ხდება აქ, ხო? ამ შემთხვევაში და ზოგს უთქვამს, რომ კი რაღაცა დავიმტკიცე მიწა, რომელიც საერთოდ არც გვახსოვდა ოჯახურ სიტუაციაში და არც ახსოვდა თვითონ, ხო, ეს არის ნეპტუნი, რომ აი რაღაცეები ამოდის, ტივტივდება, რომელიც ამოვიდა დავინახე, მოვაკვარე, მე აღარც მახსოვს საერთოდ, ხო? ის ცოტა ბურუსი იცის აქ ამ შემთხვევაში. მერკურთან შეიძლება გაუგებრობები იყოს კომუნიკაციაში, ან უბრალოდ მარტო ყოფნის სურვილი, გონებას რომ დამშვიდება ჭირდება, ან საკუთარ სამყაროსთან ჩაძირვა ჭირდება გონებას, ხო? ეს არ არის აქტიური კომუნიკაციის პერიოდი, ან რაღაცა ანალიტიკის და სწავლის პერიოდი, შეიძლება განმარტოებაში უფრო რაღაცებს ხვდებოდეს ადამიანი, ვიდრე უშუალოდ ხალხთან ჩართულობით, ხო? რაღაც დაფარულს ხედავს, ინტუიციური აზროვნება იძლიერდება აქ და არა ლოგიკური აზროვნება ამ შემთხვევაში. თუ ვენერა არის აქ ასპექტში, ვენერა ჩვენთან ფინანსებს მართავს, კარდინალურ ჯვარში თუ არის სასწორი, ვერძი, კირჩხიბი, თხისქა. ამ პირველ გრადუსებზე ვიღოთ ამ ღერჩი, ვისაც აყავს ვენერა, ნეპტუნს შემოაქვს, ყველაზე ნეგატიური კუთხით შეიძლება ილუზორული გრძნობები, ილუზორული სიყვარული, შეიძლება გქონდეს ზოგს პირიქით, რომ აი რაღაცა ისეთი გრძნობები შემოვიდა, ან ურთიერთობები, რომელიც დამალვას საჭიროებს, ან ბოლომდე არ უტყდებიან თავის თავს, ხო, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი, რომ ეს ნეგატიურად იმუშაოს. ზოგჯერ დაძაბულ ასპექტს რაღაცა სიტუაცია მოაქვს, ოღონდ ცოტა შინაგანი რაღაც ქაოსის ხარჯზე, ისე რომ ვთქვათ, ხო? და ზოგთან შეიძლება ურთიერთობებში პრობლემა შეიქმნას, ან ქაოსი, ან გაურკვევლობები, ან პირიქით რაღაც დაფარული სურვილი, ხო? სადღაც რომანტიზმი, იმიტომ რომ ნეპტუნი ვენერასთან ეს არის შთაგონება, ეს არის რაღაც ოცნება, ეს არის შეიძლება ზოგი მიხვდეს, რომ აი სადღაც ეს მეოცნებებოდა თურმე ეს სიყვარულის უფრო მაღალ ასპექტში აყვანის სურვილი არის, მაგრამ ამავე დროს ილუზიების მაღალი რისკიც არის და თუ ეხლა მე რომ მყავდეს მაგალითად ამ ღერძზე ვენერა და თქვათ, ან პირადი ურთიერთობა, ან ფინანსური შემოთავაზებებიც გამოჩნდეს, იმიტომ რომ ვენერა ფინანსებსაც მართავს, ხო? ეს არის ვენერა ჩვენთან რა გვიყვარს ამ ცხოვრებაში, რითი ვტკბებით, ეს არის კომფორტის მოთხოვნილება და ნეპტუნმა შეიძლება მხარჯველობა შემოიტანოს დიდი, ან შეიძლება შემოიტანოს ესეთი უყაირათო დაბანდებებს რო ეძახით, ესე რომ ვთქვათ, ესეთი ტენდენციები თან ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ. და აი ამ სურვილებთან, რომ არაუშავს იქნება მერე და ეხლა რაღაც ძვირიან, ძვირად ღირებულ საყიდლებს ვიყიდი, შეიძლება ნეპტუნმა ცოტა ილუზიაც მისცეს და ცოტა ყურადღებითაც უნდა იყვნენ. ოღონდ მე ახლა გეუბნები ზოგად ტენდენციებს, აი ეს უნდა გაირჩეს რუკაში, რომელ სახლს მართავს, იქ სხვა რა აღეგება და ისეთი კარგი ასპექტები აქ იუპიტერი მხოლოდ ტრინებში შემოდის, ან შეერთებებში სიტყვაზე, ხო? და ბევრი კომპენსატორი არის, მაგრამ აქ როცა არის ეს ეხლა სულში კენჭი არ ეძახია, ხო? აი მან ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ შეიძლება
რაღაცებმა აი წყლის დინებამ ცოტა სხვაგან წაგუყვანოს. ნეპტუნი წყლის დინებას გამოხატავს, ესე რომ ვთქვათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზიტი ნეპტუნის ასპექტებში მარსთან ყველაზე ესეთ ლაითად ვლინდება, ცოტა ასუსტებს მარსის ბრას, აგრესიას და ფარულად შეყავს, მაგრამ უფრო გამოვყოფთ, მეგობრებო, აქ უკვე სატურნის ენერგიას. ვისაც სატურნი ყავს ვერძის პირველ გრადუსებში, სასწორის პირველ გრადუსებში, კირჩხიბის პირველ გრადუსებში ან თხისქვის პირველ გრადუსებში. განსაკუთრებით მათთვის რატო არის ახლა მნიშვნელოვანი? სატურნი, მეგობრებო, ჩვენთან არის სტრუქტურა. მამის არქეტიპი არის. ეს არის ის სიმყარე, ის ზურგი, რასაც მაძლევს რაღაც. შეიძლება ილუზორული იყოს ეს სიმყარე, მაგრამ იყოს, ხო? აი ამას შლის აქ ნეპტუნი. ზოგთან შეიძლება განცდა იყოს, რომ საყრდენი, რაზეც ვიდექი, ფუნდამენტი, რასაც ვიდექი, ის მოირღვა. ან ილუზორული იყოს, რომ მგონია რომ მოირღვა და სინამდვილეში მე გაიაროს ამ ასპექტმა აღმოჩნდება, რომ ისე არ იყო. ან თან ნეპტუნმა ის ხანგრძლივი პროცესი, ნენელა რეცხავს სტრუქტურას. აი იქ რაც არის მოძველებული ზურგი, მოძველებული, აი ვიღაცაზე მქონდა აქცენტი მაგალითად, ან ბავშვობის პროგრამები არის, სადღაც სატურნი, ხო, ეს არის ჩვენი შინაგანი მშობლის არქეტიპი, ხო? და ბავშვობაში მქონდა ეს ინტროექტები, ხო, ინტროექტები ჩვენთან ასევე სატურნი არის, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ეს ზურგიც არის, ეს არის უსაფრთხოებაც, რომ სადღაც აი მამის არქეტიპს მაგიტო ეძახით სატურნს, რომ ის რაც ჩემს უკან დგას და მიცავს, ხო? და მანდ მივდივართ ხოლმე ნეპტუნის ენერგიასთან, როგორც მოტეხვა ამ სიმყარის. ილუზიები, როგორ იცით, რომ აი რაღაც ფარულად რომ მიდიოდა და უცებ რომ გამოჩნდება. ზოგთან ახლა ჩემ პრაქტიკაში, ზოგთან ესეც მომხდარა, რომ თურმე ამდენი ხანი აქ რაღაც პრობლემა იყო და მე ვერ ვხედავდი, მეგონი წერა მაგის. მე ვერ ვხედავდი და ეხლა ამოვიდა ზედაპირზე. ან რაღაცას თვალს არ უსწორებდი, ან მამის არქეტიპთან, ან საყრდენის, ან ხელმძღვანელის არქეტიპთან, ან ჩემ სტრუქტურაში რაღაც ინტროექტები იყო, რომელიც ხედავ, რომ რაღაცნაირად მშლის, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას. აი ერთხელაც ნეპტუნი ამას ამოიტანს ზედაპირზე, ამოატიტივებს და მოგვიწევს ამის დამსხრევა. გაცნობიერება ფსიქოთერაპიულად იქნება თუ ფსიქოლოგიურად უბრალოდ მივხვდი და გავაცნობიერე. და ყველა სატურნიანელს ამ ჯვარში, ვისაც აქვს, აი პატარ-პატარა ესეთი გამოწვევები ექნებათ და ხო გენებთ ზოგი შეიძლება ვერც აცნობიერებდეს, მაგრამ რაღაცა ხდება, ქაოსი მაქვს, არ ვარ კარგად და რომ დაგვიშლია ეს ასპექტი, რომ ახლა ნეპტუნი გიკეთებს კვადრატურას, ნეპტუნი გიკეთებს ოპოზიციას სიტყვაზე და ზოგს ჰქონდა პირდაპირ, რომ აი საყრდენი ჩამომეშალა. და კი არ ჩამოეშალა, ეგრე იყო, სულ ოღონდ ვერ ხედავდა, არ უსწორებდა თვალს. ანუ ეს ის კი არ არის მოულოდნელად, ურანულად, რომ იყო და უცებ ამოყირავდა. არა, ნეპტუნმა იცის ის, რომ რა გეგონა, აი რას არ უსწორებდი თვალს და ეხლა ამოტივტივდა. ამიტომ ეს ცოტა სხვანაირად მუშაობს, ურანი რო იყოს აქ, აი არის მყარი სისტემა, მყარი ხელმძღვანელი ვარ, ან ხელმძღვანელი მყავს რომე და უცებ გადაიყვანეს და დავრჩი ჰაერში. ეს არის ურანის ტრანზიტი. ნეპტუნმა უფრო იცის, აი ნელა გადარეცხავს ფსიქოლოგიურ წარმოდგენებს, წარმოსახვებს აი ამ სატურნის სტრუქტურაში. ამიტომ ამ ტრანზიტში მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება უფრო სატურნის ტიპა, სატურნი ვისაც აყავს ამ კარდინალურ ჯვარში, მათთვის და დააკვირდნენ ის, რაც ინტროექტები ქონდათ ძველი, რაც საყრდენთან დაკავშირებული თემები იყო, ხელმძღვანელი პირი არის სატურნი ჩვენთან, მამის არქეტიპი არის, პასუხისგებლობები არის, სიმყარე არის, ზოგ შეიძლება ქონდეს რა განცდა რომ აღარ მინდა ვიყო ეს მყარი, ეს ყველაზე პასუხისგებლობა მქონდეს აღებული და მე ამას თვალს არ უსწორებდი. აი ზოგთან შეიძლება ეს გამოვლინდეს, ზოგთან შეიძლება პირიქით იყოს, რომ აი მე სხვას ვეყრდნობოდი, მეგონა რომ აი რაღაცა სტრუქტურა არის, რაღაც მიცავს და უცებ გადაირეცხა ეს სტრუქტურა, აღარ არის, ხო? და მე თვალი გაუსწორე, რომ შეიძლება არც არასოდეს არ მყოლია ეს, ხო? და ეხლა უყურებ თვალებში, რომ
მფარველი მინდოდა ყოველთვის არ მყავდა, მამა მინდოდა ყოველთვის არ მყავდა, მაგალითად ვინმე ეს პასუხისგებელი პირი მინდოდა მყოლოდა და არ მყავდა. აი ამას ნეპტუნი ძალიან აქტიურად გამოაშკარავებს. კარგი კუთხით ესე მუშაობს და რაღაცნაირად ისიც არის, იმიტომ რომ სატურნი ნეპტუნი აქ ამ შემთხვევაში კარგი იმ კუთხით არის, რომ გადაწყობა მოუწევს უკვე ახალ რეალობაზე ადამიანს, ამ ილუზიებისგან გათავისუფლება მოუწევს, ილუზიებისგან, რწმენებისგან, რომელიც არ იყო ხო სინამდვილეში ესე და შემდგომ ახალ სისტემას ქმნიან უკვე ახალ, აი რო გადავა ეს ასპექტი უკვე ნელა მოუწევს ადამიანს ახალი საყრდენი გახადოს თავის თავში მაგალითად, ხო? ან სხვა სტრუქტურის კუთხით. ეხლა თუ ზუსტი კვადრატურა არის, ზუსტი ოპოზიცია შეიძლება აი რაღაც ფირმის გახსნა რომ მინდა გაკეთება, შეიძლება ნეპტუნის გავლენა მაინც იყოს და ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ, ხო? ცოტა რაღაცები არ გაგვეპაროს, მან განსაკუთრებით თუ იწყებს ასპექტი შესვლას, ახლა თქვა 4-5 გრადუსზე ყავს სატურნი და ნეპტუნი მივანენელა, ხო? მან აი მაგ შემთხვევაში კიდევ უფრო ცოტა მეტი არის შანსი შეცდომის. მაგრამ მანდეს პირად რუკაში უნდა ვნახოთ მაგალითად რა ასპექტებია, რა პერიოდი არის, რა დროს უნდა გავაკეთოთ საქმე. ამის ნახვაც ხოლმე შეიძლება, ხა მე არ ვაკეთებ ესეთ დეტალურად, აი სხვა ასტროლოგები აკეთებენ, მაგრამ ინფორმაციულად გეტყვით, რომ ეს შესაძლებელი არის, მიუხედავად ამ ცოტა ნეგატიური ილუზორული პერიოდისა, ხო, ესე ვთქვათ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სატურნის ვერტში არის, მაინც გადავიდა უკვე ის ზუსტი შეერთება. აღარ არის ახლა ვისაც მე 10-11 გრადუსზე არის სატურნი და ამ შუალედში ვისაც პირადი პლანეტები ყავს კარდინალურ ჯვარში, ახლა მათთან მოდის, მაგრამ ნეპტუნი უფრო დიდ კვალს ტოვებს ვიდრე სატურნი, იმიტომ რომ ნეპტუნი ძალიან დიდ ხანს რჩება ნიშანში, 1-2 გრადუსს შეიძლება 1 წელი აკატავებდეს. და შესაბამისად თუ რეტროგრადულობის ფაზაშია განსაკუთრებით, ამიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ამ ნეპტუნის ასპექტებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. დააკვირდით თქვენს რუკაში, როგორ არის კარდინალური ჯვარი თუ ხართ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს თქვენთვის. პირდაპირ შეგეხებათ თან განსაკუთრებით პირველ გრადუსებზე, თორე ბოლო გრადუსებზე ეს რომ მოგვიწევს მეც ახლა კარდინალური ჯვარი ვარ, მაგრამ ესე ახლოს შეიძლება არ მომიწიოს ამ ნეპტუნის ტრანზიტმა. მაგრამ პირველ რიგებში ვინც გახართ, უფრო მათ შეგეხებათ და განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციოთ და თვითრეფლექსია მერე, რა მაქვს შესაძლებელი გაჩნია რა პლანეტა არის, რა მაქვს შესაძლებელი, რა მაქვს გასაცნობიერებელი თერაპიულად მაგალითად, აი ამისთვის გადასარევი პერიოდი არის და კონტაქტზე იყოთ აი ამ პერიოდთან, რომ ჩვენ ვიცვლებით ხო შინაგანათაც ახლა მთელი ძირითადი რაღაც საძირკველები არ გვეცვლება, თუმცა ახლა სატურნის შემთხვევაში ვისაც საძირკველი და ფუნდამენტი აქვს, ნეპტუნი ამას რაღაცებს სერიოზულ მიანგარ მოანგრევს. ეს არის სატურნი კლდე და წყალი ნელა წვეთები წყალს წყლით რომ გამორეცხავს კლდეს. აი ესეთი რაღაც არის ნეპტუნის ენერგია. და ეს სატურნის სიმყარეს ერთადერთი ნეპტუნი ანგრევს. აი ამ ნელი ყოველდღიური შეტევით, ხო? და ამას დააკვირდით, აი ამ თქვენ რაღაც აყდენებს შეიძლება წყალმა რაღაცები გამოუთხაროს. ის რაც არ არის მყარი, თორე არის კლდეები, რომელიც არის ძალიან მყარი, რომელსაც მეცამე წყალი ესე სწრაფად ვერ ერევა. და იმას ერევა, რაც რბილი არის. და ამას დააკვირდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის თვითრეფლექსიისთვის და ველოდები კომენტარებს ხოლმე, ლაიქებს და წარმატებები მეგობრებო, შეგიძლიათ დამიწეროთ თქვენთან თუ არის ეს ასპექტი და როგორ მუშაობს, მეც მაინტერესებს მართლა გუწუხელად რო გითხრათ, ახლა მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად მაქვს კონსულტაციებში მსგავსი ასპექტების შეხება, მაინც თქვენიც მაინტერესებს ხოლმე და დროებით, ბედნიერად.